მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასაუბრებელს სიმადლობა იმის რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღევანდელი გაშლა გადავწყვიტე რომ გავაკეთო წასულ პარტნიორზე და იცით როგორ აი ნახოთ როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, რას აკეთებს, რას აქვიანებს და დაბრუნდება თუ არა თქვენთან ეს ადამიანი, ხო, რა აქვს ახლა აი ნანობს არ ნანობს და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა ჩავეძიოთ წარსულ პარტნიორს მის ქვეცნობიერში, ხო? მოდით ნახოთ. ჯერ ვინ მოვიდა სასაუბროდ. ადამიანი, რომელიც, მოდით ესე ვიტყვი, შესაძლებელია რომ იყოს თქვენ შორის ტერიტორიული სიშორეც, არა მარტო ფიზიკური, უბრალოდ აი მენტალური სიშორე, არამედ თვითონ ეს რაღაცა ტერიტორიული სიშორეც შესაძლებელია იყოს თქვენ შორის. ისეთ რა არის ეს ადამიანი, ესე ვიტყოდი, შეიძლება თქვენ ცხოვრებაში მოვიდა და იყო იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრების კურსი შეგეცვალათ, თქვენი ცხოვრების რაღაცა სიტუაციებიდან გამოსულიყავით, ხო? აი თითქოს არჩევანი გაგეკეთებინათ, რაღაცა უნდა გესწავლათ, ხო? აი ამ ადამიანისგან თითქოს რაღაცა ესეთი მომენტი. ყოველ შემთხვევაში, ვინ არის ეს ადამიანი? ეს ადამიანი არის თქვენთვის, მოდით ესე ვიტყვი, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თქვენს ცნობიერშიც, ქვეცნობიერშიც, ზოგადად ფიზიკურ სიტუაციაშიც, ხო, აი ნახეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ხარ აკუთხეთ, აი უბრალოდ თქვათ ამ ადამიანის დასვლის მერე თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვათ უნდა შეგეცვალათ სტილი, ხო, თქვათ რაღაც თმა შეგეჭრათ, ან პირიქით გაგეზარდოთ, აი რაღაცა თქვენს ცხოვრებაში ამ ადამიანს ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები, მაგრამ ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ვიტყვი იყო რაღაცა ძალიან როგორ არჩევანის წინაშე შეიძლება იყო, ხვდებით, აი ურთიერთობის პერიოდში, როდესაც თქვენი ძალიან ბევრი ტკივილი აქვს მოყენებული ამ ადამიანს, აი თითქოს თან გაძლევდათ იმის საშუალებას, რომ რაღაცა ბედნიერი ყოფილიყავით და გამოსულიყავით, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი ტკენა მოგაყენათ, ძალიან დიდი წყენა მოგაყენათ ამ ადამიანმა. დღესდღეობით, ну, როგორც ჩანს, იცით რა არის, დღესდღეობით კი არა, საერთოდ ზოგადად ურთიერთობაშიც თითქოს სულ რაღაცა სიბრძოდით ერთმანეთთან, აი ერთმანეთისთვის დამტკიცება, სიტუაციების ვინ როგორ და რანაირად მოახერხებდა პირველობას, თითქოს რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, აი ამ ადამიანთან ურთიერთობა თქვენთვის აი მართლა სასწაული გაკვეთილი იყო იმისთვის, რომ აი თქვენი თუნდაც გესწავლათ იცით რა მომენტი, ბალანსი, ოღონდ როგორი ბალანსი, საკუთარი შინაგანი სიმშვიდის სწავლა, როგორ აი თუ თქვენ მანამდე რაღაც ესეთი ყველაფერზე აფექტურად შეიძლება და რაღაც გქონოდათ ისეთი მომენტი, რომ რაღაც გაბრაზება შეგჩნეოდათ, ხო, რაღაც ესეთი მომენტები. თითქოს ისწავლეთ თქვენი თავის ისეთი კონტროლი, რომ აი დღეს უკვე შეიძლება ვერავინ ვერ შეაგამჩნიათ, როდის გაბრაზდით, როდის გიხარდათ, რაღაც აი ისე გაქვთ უკვე რაღაცები ნასწავლი ამ ურთიერთობაში. ვინ არის ეს ადამიანი? აბა, ესე კონკრეტულად ვინ არის ეს ადამიანი? აი არ მინდოდა რაღაც მომენტში წამოყვანა, მაგრამ აქ შეიძლება სამკუთხედის მდგომარეობაც ყოფილიყო თქვენს ურთიერთობაში. ნუ ვიღაცასთან მეუღლე შვილებით, ნუ ვიღაცასთან შეიძლება ოჯახი, ყოველთვის ამბობ ხოლმე, მაინდა-მაინც კონკრეტული ურთიერთობა არ არის, შეიძლება იყოს ოჯახის წევრები, რომლებიც ნახეთ ძალიან კარგად და მკაფიოდ ერევიან ურთიერთობაში, ხო? ნუ განსაკუთრებით დედებმა იციან ხოლმე ძალიან ჩარევა. სადაც შევიდა თქვენი ურთიერთობა ძალიან ჩიხში, აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე და თქვენც ასე თუ ისე მოგიწიათ გაციება, ხო, ურთიერთობის, ნუ
ხა როცა ადამიანს არ უნდა შესაბამისად არც არავინ არ ეხვეწება ხო ვინ არის ეს ადამიანი ну აი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ადამიანი თქვენგან ძალიან ეს ტერიტორიული სიშორე ძალიან დიდია ტერიტორიული სიშორე თქვენ შორის ნამდვილად არის ეს ადამიანი უფრო რაღაც ესეთი ცოტა ესეთ რბილ ენერგიებში ამოდის მე ვერ ვიტყვი რომ რაღაც ესეთი კაფიო რაღაც მამაკაცური ესეთი გადამწყვეტი თუ რა ვიცი ესეთი ენერგიებით არის აქ უფრო იცით როგორი მომენტია აი რაღაცა ადამიანი როდესაც ყოველთვის თითქოს აი რაღაცა სხვის სიტყვაზე მოქმედებს სხვის სიტყვაზე დადის სხვის სიტყვას ეყრდნობა ხო რაღაც აი ეს ადამიანი ცოტა ისეთი გაურკვეველი ტიპია თითქოს თით როგორი მომენტია კიდე რომ გარდა იმისა რომ სხვები თვითონ აძლევს ამის უფლებას თვითონ აძლევს იმის უფლებას რომ სხვებმა რაღაცა იმანიპულატორონ ამ ადამიანზე ხო აქ თქვენს ურთიერთობაში როგორც ჩანს მესამე ადამიანების მდგომარეობა იყო სადაც თქვენს სიყვარულში თქვენს ემოციაში ვერ გააკეთა არჩევანი თავის მხარეს ესე ვთქვათ ადამიანი და ადამიანი გაეშურა სადღაცა რაღაცა ახალი იდეების ახალი სიტუაციების საძებნელად ხო ну თუ ახალი ურთიერთობის საძებნელად თუნდაც აქ რაღაც მომენტში არის სამკუთხედის მომენტი სადაც შეიძლება ადამიანი დაარწმუნოს იმაში რომ ამ ადამიანს რა შეჭირდებით თქვენ თუ რაღაცა ბევრად უკეთესი ცხოვრება შეიძლება გქონდეს ხო რაღაცა აშკარად თქვენს ურთიერთობაში ჩარევის მომენტი არის, სადაც ეს ადამიანი ვერ, თუ კონკრეტულად მეუღლის მომენტი ქონდა, აქ ჩარევაზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ ადამიანმა არჩია, ხო, ოჯახი არჩია, მეუღლე არჩია ის ურთიერთობა, რომელიც თქვათ ქონდა სტაბილურობაში, მაგრამ აქ უფრო რატომღაც რაღაცა ესეთი ის მომდის, რომ ვიღაცები მესამე პირები იყვნენ ჩარეული, რაღაცა გარკვეულ წილად, ხო, ესე რომ ვთქვათ. კარგით, მოდით დღესდღეობით როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, როგორ ცხოვრობს, აცხოვრობს, ვისთან ცხოვრობს, დღესდღეობით როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი. თავისივე ტყუილებში ცხოვრობს ეს ადამიანი, გაურკვევლობაში, ჩიხებში, სუცდილობს რაღაცა თავისი დაიცვას, სუცდილობს რაღაცნაირად საკუთარ პრიორიტეტებს ცოტა ისეთი მომენტია, ხა იმდენად ისეთი სუსტი ენერგეტიკით არის ეს ადამიანი, რომ ხა პრიორიტეტების დამცველი არ არის, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, რაღაცა თავისი არ გაუშვას ის სტაბილურობა მაინც რაც აქვს. ხვდებით? აი როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, რაღაცა ისევ რაღაც საკუთარ თავს იტყუებს, საკუთარ თავს აიმედებს, საკუთარ თავს აჯერებს იმას, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ხო? წარსულის ფიქრებით ცხოვრობს ეს ადამიანი. იხსენებს წარსულს ძალიან ხშირად და აი ამ წარსულის, აი ამ ტკივილების მდგომარეობიდან ძალიან უნდა რომ გამოვიდეს რაღაცნაირად აქვს ეს მომენტი, ხო? როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი? ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი სულ ვიღაცის ცხოვრებით ცხოვრობს, სულ ვიღაცის სიტუაციას ერგება ესე რომ ვთქვათ, ხო? კი, რაღაცნაირად უნდა რომ გამოვიდეს, მაგრამ ნახეთ მისი გამოსვლა ესე მარტივი არ არის როგორც ჩანს. ხვდებით? და შესაბამისად ეს რთულდება ეს სიტუაცია. ეს ადამიანი შრომობს, ოღონდ შრომობს ესე ვიტყოდი, იმ ურთიერთობისთვის, აი როგორ მომენტი იცით, იმ სიტუაციის დასალაგებლად, რომ მერე რაღაცა, ვთქვათ, გამოძროს, ხო, სიტუაცია. ძალიან ბევრ რამეებს მალავს. აი თითქოს იქ სადაც არის, იქაც
ну არ ვიცი რატოა ესეთი მატყუა რა ადამიანები რო არიან რომ ყველგან ყოველთვის ყველაფერში უნდა მოვიტყუოთ აი რაღაცა ეს ადამიანი ესეთ ცხოვრობს აი დღესდღეობით დაფარულად დამალულად შეიძლება თქვენგან დამალულადაც ხო აი რაღაცა თქვათ გააუქმა სოციალური ქსელები ისინი ესენი აი ყველაფერი ხო რაღაც მოსპო ესე რომ თქვათ და რაღაცა ჩუმად აქვს გაკეთებული რითაც რაღაც ესე ჩუმად შეიძლება გაკვირდებათ კიდევაც მოდი გაკვირდებათ ეს ადამიანი კი ეს ადამიანი გაკვირდებათ თქვენ, იმიტომ რომ ამ ადამიანს ემოციები ნამდვილად აქვს და თითქოს რა არის იცით, აი დროს ელოდება, რომ რაღაცა შეცვალოს, დროს ელოდება, რომ რაღაცა გადმოდგას ნაბიჯი ქურუმი. აი დრო სჭირდება იმისთვის, რომ რაღაცნაირად შეცვალოს თავის პოზიციები, მაგრამ ნახეთ, ბოლომდე არ არის დარწმუნებული თავის სურვილებში. ან სურვილებიცაც რო თავი დავანებოთ, ბოლომდე არ არის ეს ადამიანი დარწმუნებული იმაში, რომ საერთოდ რა უნდა. ნახეთ, როგორც ჩანს ეს ადამიანი ძალიან ხშირად იხსენებს თქვენთან ურთიერთობას, ხო? რაღაცა თქვენთან ურთიერთობას წარსულში მის ცხოვრებას შეიძლება ბევრად უფრო კარგი ქონდა ვიდრე ახლა აქ, ხო? იმიტომ რომ ახლა სულ რაღაცის მართლება, თავის მართლება უწევს, სულ რაღაცნაირად რაღაცის დამალვა უწევს, სულ ცდილობს რომ აი დღეს ეს რო ვთქვი არ დამოვიწყოს, ხოლმე იგივე რო გავიმეორო, ხო? რაღაცა ძალიან ისეთი გაურკვევლობებში თითქოს თვალზე ბინდი აქვს და ესეც რო დავკარგო მე რამე შეოლება, ხო? აი რაღაც ის მომენტი, შიშების მომენტიც აქვს, ხო, ამ ადამიანს. დაკვირვებით კი, გაკვირდებათ, უბრალოდ აი რაღაცა დროს ელოდება, დროს, რომელიც რაღაცას შეცვლის, როგორც ჩანს მის ცხოვრებაში, ხო? აი ნახეთ, ელოდება შეცვლის მის ცხოვრებაში რა მომენტიც, აი არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ ოჯახური მდგომარეობა იკვეთება თან, ну, ახლა მოდით ესე ვთქვათ, თუ გავყოთ ესე თუ კონკრეტულად არის ის, რომ ზუსტად იცით, რომ ამ ადამიანს ყავს ოჯახი და ცოლ-შვილი, კი, გაკვირდებათ, მაგრამ იქ არის მყარად, ხო? მაინც ესე არ გამოვა და ესე არ გამასწორ. თუმცა ფიქრობს თქვა შეიძლება იმ მომენტს, რომ აი ჩუმი ურთიერთობა როგორ ჩამოაყალიბოს თქვენთან. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ აი აქ რატომღაც მე უფრო მეტად მომდის ის მომენტი, რომ აქ არის რაღაცა მშობლები ბიძაშვილ-მამიდაშვილების და რაღაცა ესეთი გარემოცვის მეზობელი რა სიტყვის, ხო? აი რაღაც ესეთი სიტუაცია და ნახეთ ფიქრობს რომ აი ამ სიტუაციას როგორღაც დაალაგებს და თქვათ მისი ოჯახი ეტყვის რომ აი ნუ კაი ჯანდაბას თქვათ არ ვიცი რატო არ უნდათ ხო თქვათ თქვენთან რომ იყოს ეს ადამიანი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ კაი ხო რა ვქნათ რაც არის ეს არის ხო აი რაღაც ეს მომენტი შეიძლება მაგას ელოდებოდეს აი არის მეორე მომენტი ის რომ ელოდება რაღაცა მატერიალურად იქნება ჩამოყალიბდეს რომ თვითონ შეძლოს რაღაცის გაკეთება თვითონ გახსნას რაღაცა ისეთი საშუალებები ვთქვათ ბინა კონდეს რაღაცა თავის ვინმეზე დამოკიდებული არ იყოს და შესაბამისად მაგრამ ხო აქ ადამიანი გაკვირდებათ და რაღაცნაირად ელოდება სიტუაციას საით გადაწყდება და როგორ გადაწყდება, ხო? კარგით, მოდით, რას ფიქრობს ახლა თქვენზე? რო გაკვირდებათ, როგორ ხედავს თქვენს ცხოვრებას? არა საინტერესოა, როგორ ხედავს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებას თავისი დაკვირვებული თვალით? კი. ну ესე იგი ეს ადამიანი როგორ ხედავს თქვენ ცხოვრებას და გეტყვით ესე რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ შეიძლება ითქვას პრობლემები შეგექმნათ, ძალიან დიდი ტკივილები გქონდათ, ძალიან ბევრი ემოცია დაკარგეთ, თქვენ მაინც მოახერხეთ და გამოხვედით ამ სიტუაციიდან. ხო, რაღაცნაირად სამყარომ დაგაძლევინა თითქოს რაღაც ის შიშები, ის ტკივილები და თქვენ წახვედით კარგ ენერგიებში. თქვენი ცხოვრების, მაგის არკანი, თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონი გახდით და არა ისე რაღაცა ჩვეულებრივად უბრალოდ აი ცხოვრებას მივყვები, ნუ რაც არის არა, არამედ აი
პირდაპირ რო იტყვიან საკუთარ ცხოვრების აი მართველი, სადაც ადამიანი ფინანსურადაც, სულიერადაც, ვიზუალურადაც ძალიან კარგად მოდის, ხო, რაღაცა ძალიან კარგად იწევს წინ. აი ადამიანის თვალით დანახული თქვენ ხართ მისთვის ესე შეიძლება ითქვას გულის ტკივილი ესე რომ ვთქვათ, იცით? აი ნახეთ ამ ადამიანს სინანულის მომენტი აქვს, რომ აი რატო დავკარგე, ხო? რატო მოვიქეცი, რატო გავიპარე, რატო ვუღალატე, რატო დავარტყი დანაგვერჯი, ზურგში, რატო მოვიქეცი ესე. მე ხო ეს ადამიანი რაღაცა შეიძლებოდა რომ ჩემთვის ყოფილიყო რაღაცა დიდი იმედი, დიდი შანსი, კარგად შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება მასთან ერთად, ხო? ეს ადამიანი უყურებს რომ თქვენ მიუხედავად იმისა რომ ძალიან გატკინათ, მიუხედავად იმისა რომ სულიერი ტკივილები მოგაყენათ, თქვენ მაინც არ განებდით ამ ყველაფერს და თქვენმა ცხოვრებამ და თქვენმა შინაგანმა მემ საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია, დიდი გარდატეხა გაიარა, ხო? სადაც ნუ ხედავს რომ თქვენ ძალიან კარგად გამოიყურებით და კარგად გრძნობთ თავს. შესაძლებელია აქ ვიღაცასთან რაღაც ფიქრობდეს კიდევაც რომ ვიღაცაც გამოჩნდა, თქვათ ისეთი ფოტოები გქონდეთ დადებული, არ ვიცი ხა სოციალურ ქსელში რომ ვიღაცაც არის თქვენ ცხოვრებაში და ბედნიერიც ხართ, წარმატებულიც ხართ, თქვენ მოახერხეთ იყოთ აი სულიერი სიმშვიდით და ამ ადამიანს აქვს ეს მომენტი რომ პირიქით ის ძალიან უკანიყურება და თქვენ პირიქით რაღაცა წინ მიდიხართ, ხო, რაღაცა წინ იწევთ, წინ მიდის თქვენი ცხოვრება, მეტად ანუ დაძლიეთ ტკივილები, დაძლიეთ შიშები, დაძლიეთ იმედგაცრუება, დაძლიეთ ის იარები მოიშუშეთ, ხო, რაღაცნაირად და თქვენ წინ წახვედით, რაღაცა ესე ხედავს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებას, როგორც ჩანს. თუმცა რაღაცა მომენტში იცით როგორი მომენტი აქვს, რომ აი ამ ყველაფერს ხედავს, მაგრამ რაღაც მომენტში ფიქრობს, რომ თქვენ ამას უბრალოდ ხომ არ ანახებთ ამ ადამიანს, ხო? რაღაცა მომენტში თქვენ ხომ არ манипуляторობთ, ხო, რომ აი თქვათ ადამიანი ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად არ ხართ ვთქვათ ესეთი იმის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მაინც კარგ ეტაპზე, კარგ საფეხურზე ხედავს თქვენს ცხოვრებას, ესე რომ ვთქვათ. კარგით, მოდით აბა ვნახოთ ესე იგი. ეხა რო შეეძლოს ამ ადამიანს, აი თქვენთან დარეკვა და თქმა, რას გეტყოდათ, აი რო შეეძლოს, ეხა რას გეტყოდათ? რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ, რომ მას თქვენ ავსებდით, რომ თქვენ ხართ ის ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაში ყოფილიყო, რომ ძალიან ცუდად გრძნობს, რომ ძალიან ტკივა, რომ მარტოა, რომ შიშები აქვს ძალიან დიდი, რომ ნანობს პაუზას და იქნება მისაც შანსი და მიიღოთ გადაწყვეტილება და მისცეთ ამ ადამიანს იმის საშუალება, რომ იმპერატორი იმპერატრიცასთან ერთად, ხო? ანუ ნახეთ ეს ადამიანი რას გეტყოდათ და გეტყოდათ, რომ ძალიან წუხს იმაზე, რომ დაგკარგათ, ძალიან წუხს იმაზე, რომ არ მოიქცა სწორად და დაამთავრა, თუმცა თითქოს რაღაცა მომენტში ცით როგორი მომენტი ახლა თითქოს უნდა იმის თქვა, რომ იცი რა მე კი არ დავასრულე, პაუზაზე გავედი, რომ რაღაცები მომეგვარებინა, რომ რაღაცები დამელაგებინა და შანსი მეპოვა. სწორი გადაწყვეტილება მიმიღო, საით გადავიდო და ჩვენი ურთიერთობა რას ვიზავდი. მაგრამ მე მინდა რომ ვიყოთ ერთად, ხო ვიყოთ რაღაცა ურთიერთობაში იმპერატორი იმპერატრიცასთან ერთად. მას აქვს ხედვა, იმიტომ რომ თulis რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად მისი სწორია, ხო? მისი ადამიანია, მისი, რა ვიცი, ოცნების ქალბატონი თუ მამაკაცია, ხო, რაღაც. ასე რომ აი ამას გეტყვით, რომ ძალიან ეშინია, ძალიან ტკივა და უნდა რომ რაღაცა შანსი მიეცეს, რომ კიდევ ერთხელ სადოს თქვენთან ურთიერთობა, ხო? კიდევ ერთხელ მიიღოს თქვენგან რაღაცა პოზიციურ თბილი და რაღაცა ესეთი
საინტერესო გამოწვევა, როგორც ჩანს, აი უფრო რაღაცა ესეთი მომენტი. კარგით, აბა მისი ქმედება თქვენს მიმართ. ქმედებასთან მიმართებაში ჯერჯერობით მაქსიმალურად ცივი იქნება, არანაირი ქმედებას არ ეცდება, მაგრამ ნახეთ როგორ არის, მაგრამ ის დააკვირდება თქვენს სიტუაციებს, დააკვირდება ყველა იმ მდგომარეობას, თქვენ სად ხართ, როგორ ხართ, ვისთან ხართ, რანაირად ხართ, ხომ არ ხართ უკვე რაღაცა ურთიერთობაში. აი ეს ადამიანი რო გითხართ, რა ხარ რაღაცა ადგება და ხვალე იმოქმედებს თქვენს მიმართ, არა ძალიან უჭირს ამ ქმედების გაკეთება, უბრალოდ ეს ადამიანი კიდევ კარგახანი დაგაკვირდებათ როგორც ჩანს და სანამ აი ეყოფა ნებისყოფა და ბოლომდე არ დაეცემა, რასაც ქვია რომ აი აღარ შემილია უკვე ამ ადამიანის ესეთი ბედნიერი სახის პურება და მე უკვე ვეღარ ვახერხებ რომ აი ეს ავიტანო, მანამდე აი ეს არ გამოვა, ხო? აი რაღაც ეცდება რომ ყველაფერი ისე დაალაგოს და ისე გააკეთოს, რომ აი სანამ არ მის სულში ბოლომდე რო იტყვენ განადგურება არ მოხდება თავისი რაღაცა სიამაყის და თავისი იმ ხალხის მიმართ არ გაუჩნდება დასრულების სურვილი, რომ აი თქვენ თუ დაასრულეთ ჩემი ცხოვრება და ჩემი ურთიერთობა, მოდი მეც დავასრულებ თქვენთან, მანამდე ეს ადამიანი არ გამოვა. ეს ადამიანი დაგაკვირდებათ სოციალური ქსელებით და რაღაცა არ ვიცი ხა შეიძლება ვიღაცასთან სახლის კარებთანაც იყოს, თუმცა აქ სიშორია ტერიტორიული, ანუ ცოტა ისეთი ხა თუ საზღვარგარეთ არის ადამიანი ვერა, მაგრამ სოციალურ თუ ხა თქვათ გვერდზე ქალაქში არის ყო, თქვათ თბილისის ამ ცხეთაში ჩავა ბოლო და დააკვირდება. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ყველანაირად შეეცდება რომ გამოარკვიოს თქვენთან საკუთარ, ანუ ხო არა ხართ რაიმე ურთიერთობაში, ხომ არ ხართ რაღაცა ისეთ სიტუაციებში, რომელითაც შეიძლება აღარც კი მიიღოთ ეს ადამიანი და ნახეთ აი ეჭვიანობას კიდე გაიმკრევ თუ რაღაცა ცოტა ესე ჭვიანი ადამიანიც იყო, კიდე უფრო მეტად ეჭვიანს გახდით, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი არის, იმიტომ რომ იმდენად ჰარმონიულად აჩვენებს თავს და ნახეთ აი რაღაცნაირად გადაწყვეტილებისკენ უნდა მივიდეს, ხო? აი რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, აი ერთიანად უნდა ჩაჭრას ყველაფერი, ამიტომ გითხრათ რომ ეხლა დღეს ყოველ ეს ადამიანი რაღაცა ქმედებას გააკეთებს არა, თუმცა ნუ აი რაღაცა შეიძლება ერთ-ორ თვეში მე სადღაც მე არ ვიცი რატომ ხართ, მაგრამ მაისში ეს ადამიანი რაღაცნაირად გამოვიდეს კონტაქტზე, ხო, გამოვიდეს თავისი ხო, რაღაც ერთ-ორ თვეში მგონია რომ ეს ადამიანი მიიღებს საბოლოოდ გადაწყვეტილებას და გამოვა თქვენთან კონტაქტზე და უბრალოდ კონტაქტზე გამოვა არ ქვია ამას ალბათ რაღაცა ერთი არკანით, ნუ ციკლი დასრულდება, რაღაცას დაასრულებს, რაღაცას დაიწყებს. ნუ თუ თქვენ მიიღებთ, რა თქმა უნდა, დაიწყებს, მაგრამ თუ თქვენ არ მიიღებთ, ვერაფერს ვერ დაიწყებს. ყოველ შემთხვევაში დასრულდება მაინც საბოლოოდ ამ ადამიანისთვის თქვენზე ფიქრიც, ოცნებაც და ნუ ხა ესე ფიქრი შეიძლება ვერ დასრულდეს და ვერ დაგივიწყოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ის ოცნებები, რომ რაღაცა შეიძლება კიდე გაღვივდეს თქვენს ურთიერთობაში, ნუ ეს აღარ იქნება ყოველ შემთხვევაში. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, ძალიან საინტერესო ვფიქრობ. წასული ადამიანის ცხოვრება და ფიქრი საინტერესო იყო. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებას იცხოვთ თქვენთაგან და უსაწყლოს სიყვარულს. დროებით.